პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. რატომ მატყუებდით ამდენი წელი? თქვენ ვერაფრით ყველაზე ვერ გადიოდით. ვინც ეძებს პოულობს. მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზავით მაშინ. ძალიან მწუხარ, რომ ჩემი მეუღლე ვერ მოესწრო ამას. თქვენ როგორ მიგიღეს? მე პირველად ვნახე მამაკაცის ტირილი. წაიკითხა თქვენმა მეუღლემ, დედამთილი იქ იყო? მამაკაცმა პირველად დედა უნდა დააფასოს და აქედან გამომდინარე დააფასებს ცოცხლს. თვითონ მამა ცოცხალი არის. დედა? დედას ვეცებთ. უიმე. სანამ ნახავდი მიყვარდა ისინი. მეც და ჩემი მეუღლესაც. ჩვენ გვიყვარდა ისინი ყველა. და დედას რატომ ვერ პოულობთ? ზღვარი არ არის. რაღაც სხვა არის. ბიოლოგიურობა. უნდა ვიცოცხლო. ნახო ჩემები. არავინ არ იცის. სხვის საატარებელ ჯვარს რა წონა აქვს. გაიკეთეთ ხახო ტესტი, გაიკეთეთ ხო ხედავთ რა მხელ ამბავი გაიხსნა ტესტის დახმარებით. ეს არის სითბო, დაკარგული სითბოს შეშვება გულში და გული სულ პატარაა, თან უნდა მუჭის ხელა, მაგრამ ოკეანის ხელა სიყვარულის ჩატება შეუძლია. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს ბეძებ. მე ვარ თამუნა მუსერისე. დღევანდელი ჩვენი პოდკასტი არის ნათელი მაგალითი იმისი, თუ როგორ არ უნდა დანებდე და თუ არ დანებდები და ბოლომდე იბრძოლებ სიმართლეს აუცილებლად იპოვი. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის ისტორია, როდესაც Facebook-ზე გავაზიარე და პოსტი, ასე ვთქვათ, გავრცელდა, ამ პოსტმა შეძრა მსრულია საქართველო. თუმცა, სანამ ჩვენ სტუმარს გავესაუბრებ, მანამდე გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში და თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი პოდკასტი ასევე ჩაიწეროს აქ, ან ჩაწეროთ თქვენთვის ასრული ვიდეო, ვლოგი ან ინტერვიუ, უნდა გადახვიდეთ ლინკზე. ჩვენი პოდკასტის სპონსორია ირინი თრეველი, რომელიც საბერძნეთში მყოფ ემიგრანტებს თავაზობს სახლიდან გაუსროლად ამანათის გაგზავნა საქართველოს ნებისმიერ წერტილში, უფასო საკურიერო მომსახურების მეშვეობით. ირინი თრეველი გთავაზობთ სწრაფ და უსაფრთხო გადაზიდვებს, ამისთვის უნდა დაუკავშირდეთ მითითებულ ნომერზე. მოგესალმებით, გაბატონო მადონა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან ცოტა დრო არის გასული თქვენი მეუღლის გარდაცვალებიდან და მადლობა რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო. თუმცა თქვენი და თქვენი მეუღლის ისტორია მართლა შეძრა ასობით ათასი ადამიანი და მაგალითია თქვენი საქციელი და თქვენი გმირობა და თქვენი ბრძოლა არის მაგალითი ყველა ძებნელი ბავშვისთვის. ქაბოტონი მადონას მეუღლე წლების განმავლობაში ეძებდა ბიოლოგიურ ოჯახს, თუმცა სამწუხაროდ მათ გაცნობას ვერ მოესწრო. ამ დეტალებს უკვე ჩვენს გმირთან ვისაუბრებთ. პირველ რიგში მოგესალმებით თამუნა თქვენ. თქვენ გუნდს თლიანად ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ. აი სამამული შვილო საქმე, შემიძლია ასე რომ ვთქვათ. მივესალმები ყველა იმ წევრს, ვინც ეძებს ჯგუფის წევრებს, ვინაც იპოვა, ან ვინაც ვერ იპოვა, არ დაყაროს ფარხმალი არცეთმა, ვინც ეძებს პოულობს. ჩემი ისტორია ცოტა არ იყო სამწუხარო ისტორია, სამწუხარო დასასრული. ჩემი მეუღლე 1958 წელს დაიბადა, როგორც ვიცი, ოზურგეთის რაიონის საავადმყოფოში, სამშობიაროში. იმის შემდეგ მოხდა მისი აყვანა. ჯერ მოდით ის მოვყვეთ, რაც იცოდით, ანუ რა ინფორმაციაც გქონდათ. დიახ, აი ინფორმაცია გქონდა სხვადასხვაგვარი. აი მიტომ ვამბობ, რომ წერენ გარკვევით იქ, რომ აი 100 აქ დავიბადე ამან 100. ესე იგი 100-დან 90% სულტყუილია. რატო? იმიტომ რომ აი ჩემზე რომ ავიღოთ ახლა, ჩემი მეუღლე 40 წელიწადი ეძებდა მაგას. ბიოლოგიურ ოჯახს და სხვათა შორის მე მერიდებოდა მასთან ერთად, იმიტომ რომ იმ წლებში კიდე სხვა მენტალიტეტი იყო. აი როგორ გადადგა ეს ნაბიჯი, აი ამას არ უფასებს, მშობლებს რაღაცა და ფიქრობდი? მე არა, სხვები და ამიტომ მე მერიდებოდა ნაბიჯის გადადგა და მერიდებოდა ძალიან კარგი აღზრდელები ყავდა. აი ჩემი მამათლის საოცარი პიროვნება იყო და ასე მეგონა რაღაცით ვატკენდი გულს, მაგრამ სიღრმეში მე მჯეროდა რომ ეს სწორი საქციელი იყო, უნდა მოგვეძებნა. იყო სხვადასხვა აზრი. აი მაგალითად რუსეთიდან არის ჩამოყვანილი. არ გამართდა. იყო სხვა აზრი კიდევ რომ ჩემი მამათლის შვილი იყო ბიოლოგიური.
სახლში. ეს ლეგენდა, რაც ყველა იყო ის აზრი, რომ ჩემი მამთილის რომელიმე ძმის ბავშვი იყო. არც ეს არ ამ გამოხდა. ვერსიებს ვინ გაწოდებით? ეს ხალხი საზოგადოება. ახლობლები, მეზობლები, რა ვიცი, ცოტ-ცოტას ყველას, ეს შეკრებილი იყო. მე არ ვიცოდი, ისე გავყევით ჩემ მეუღლეს, არ ვიცოდი თუ ეს აყვანილი იყო. არც მან არ იცოდა. და ვფიქრობდი, რომ იყო ისეთი ფიზიკურად ძალიან ლამაზი და კარგი იყო და შერწყმული იყო რაღაცა სხვა ეროვნება გრძნობდი ამას, მაგრამ მიტო ვერ მივიტანე ეჭვი, თვითონ აღრთელი დედა იყო უკრაინელი. და აი ამიტომ საერთოდ ეჭვიც არ გამჩენია ამ საკითხს. ეს ყველაფერი სულ ტყუილი ინფორმაციები, სულ ტყუილი ყველაფერი და საბოლოოდ ესენი გაქარწყდა არაფერი არ. როდის გაიგეთ თქვენ რომ აყარელი? დაახლოებით 40 წლის უკან სადილობდი ჩვეულებრივად და ჩემ დედამთილს უწევდა პენსიაში გასვლა. უთხრეს რომ არა გაქო იმდენიო სამუშაო წლებიო რომ გეყოს პენსიისთვის და ამიტომ მოიტანეო რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა და ეს ყველაფერიო მოიტანეო და ჩვენ ყველაფერს გადავხედავთო და დაგენიშნებოდ პენსია. ზივართ სადილად ძალიან პატარები მყავს შვილები. და ჩემი მეუღლე საერთოდ უყვარდა, კითხვა უყვარდა ძალიან და აი ჭამის დროსაც რაღაცა თუ იქნებოდა იქ ან ჟურნალი არა მე გადაფურცლა და თან კითხულობდა თან სიჩუმეს სამარიცებრი სიჩუმე და ამ დროს უეცრად რაღაც საშინელი ხმა აღმოხდა ჩემ მეუღლეს და ვერ გავიგეთ რა ხდებოდა, იმიტომ რომ არანაირი მოტივი არ იყო აღელვების იქ. ეს იყო რომელსაც ფურცლავდა ჩემი მეუღლე, ჩემი დედამთილის სამედიცინო ისტორია. აი ანკეტას რო ვეძახოთ თვეში. აი იქ წაიკითხა ჩემმა მეუღლემ, რომ 1956 წელს ჩემ დედამთილს ჰქონდა ესეთი ოპერაცია გაკეთებული, რომ შვილის გაჩენას ვერ შეძლებდა. ჩემი მეუღლე დაბადებულია 1958 წელს. და დაბადებული რომ არის 1958 წელს და შეიძლება რაიმე დღეებში იყოს სხვაობა, მე ეს დავადგინე იმით, რომ ვათვალიერებდი სურათებს, ძალიან ბევრს ვეძებდი ყველაფერს და აქვს ბახმაროზე გადაღებული სურათი, რომელსაც აწერია ქვემოთ სურათ უწინ ფოტოგრაფები აწერდნენ თარიღებს. და ეწერა რომ 1958 წელსია გადაღებული. ეხლა გამოვითვალე ბახმაროს სეზონი არის ივლისი-აგვისტო, ხო? ეს იანვარშია დაბადებული, რომ გადავითვალე 6-7 თვის ბავშვი ზუსტად ისე აი ხელზე უზის ჩემ დედამთილს, აღზრდელ დედას, ჩემ მეუღლისას და ესე იგი ეს დამტკიცა, შეიძლება რაღაც დღეებში იყოს სხვაობა. კარგი, ამის შემდეგ ეს რომ წაიკითხა თქვენ მეუღლემ, დედამთილი იქ იყო? აი რო წაიკითხა ის. ყველა იქ იყო და აი რა მოხდა ამ დროს. ჩემი მეუღლე ადგა და წავიდა და იქ ბაღი გვაქვს თხილის ბაღი. გავიდა და ესე იგი ძალიან გთხოვ არ შემოხვიდეთ აქ არავინო და მე პირველად ვნახე მამაკაცის ტირილი. აი. ამის შემდეგ მე მაინც ვერ გებულობდი რა იყო მითხარი რა მოხდა და ბოლო-ბოლო შემოვიდა და პირველი სიტყვა რაც, პირველი კითხვა რაც დასვა ჩემმა მეუღლემ ჩემი დედამთილ მამამთილის წინაშე ეს იყო რატომ მატყუებდით ამდენი წელი. აი ამას ვერ უძლებდა ჩემი მეუღლე რომ რატომ მატყუებდით. მე პირადად ახლა შეიძლება ოდნავ ჩავდო აქ გადაუხვირო არავინ არ უნდა მოატყვილოს. მაგრამ აღრძელ მშობლებს ეშინიათ უფრო სწორად არ უნდათ მოწილე გაუხდეს. აი სიყვარულში. აი ეს არის აქ ყველაზე მეტი თორემ არაფრით არ შეიძლება აღრძელი მშობლების ღვაწლი დაკარგოს ადამიანს. რა თქმა უნდა. მაგრამ ამას ვერ უძლებენ. აი პირადად ჩემი მეუღლის გამოცდილებიდან ამას ვერ უძლებდა მხოლოდ. აღრძელი მშობლები არ უნდა შეგეშინდეთ იმიტომ რომ ჩემი მეუღლე ისეთი პიროვნება იყო და მან ისე მოუარა თავის დედას, აღრძელ დედას, მე არ მგონია მეორე თუ არ არსებობს ისე. არ მიდებდა ტოლს არაფერში. მით უმეტეს ეს ის წლები იყო, როცა არაფერი არ იყო, არც შუქი, არც გაზი, არაფერი და წარმოიდგინეთ, არაფრით ხედავდით საუკეთესოდ. მაგრამ მეთქა ძალიან მაგრად გვერდით და დამანახა მან უდიდესი ვაჟკაცობა ამ საქმეში. მე თუ ბევრი რამე გავაკეთე, იცით რომ ჩემი მეუღლე ავად იყო. ერთ-ერთი ეს იყო, რომ მან დამანახა ვაჟკაცობა. დედამთილი სუდათ იყო? დედამთილის, ესე იგი წლების რამოდენიმე წლის მერე დაახლოებით 15 წლის მერე ჩემი გათხოვებიდან მოვიდა, ესე იგი მაღალი წლებისგან ინსულტი. და დიდი ხანი იყო ცოტა? კი, ჩავარდნილი იყო ლოგინად
და აი ხომ გეუბნებით საოცარი რაღაც გამოიჩინა. ჩემ თვაში ამაღლდა საოცრად. და ეხლა წარმოიდგინეთ, კიდევ ერთს მოვყვებით, აი აღზრდილი მშობლების საყურადღებოდ ვლაპარაკობ. ეს ის პერიოდი იყო, როცა არ ჩუქი იყო, არ წყალი, არაფერი და აი გარეთ გამოვიტანეთ დიდი სახარში ქვაბი და იქ ხარშავდით სარეცლა, რატო ყვები ახლა ამას? როცა სარეც ხარშავ, ცხელი წყალი გამოდის, ხელებს გწვავს და ჩემი დედამთილი იძახოდა, სულ ჩემს სახელს. მამაკაცები ხო ხედავთ გადაბრუება, განმობრება მამაკაც უფრო ძლიერი ხელი აქვს და მადუნა მოდი მომეშველი გადამაბრუნდა და თანაკეთ ხელის სარსა რო დავწახელი ეს ჩავაგდე ეს იგი ეხა და ჩემმა მეუღლე მიფიქრა დედა ჩემის დაძახილზე შეწუხდა ასე და ასეთი სახე მიიღო და მოვიდა და მითხრა ძალიან გთხოვ დედა ჩემს არაფერი არ უთხრა ცუდი მე ასეთ რაღაცებს ძალიან ვაქცევ ყურადღებას მამაკაცმა პირველად დედა უნდა დააფასოს და აქედან გამომდინარე დააფასებს ცოლს ხალის ფასი უნდა იცოდეს. რაც შეეხება აღზრდილ მშობლებს ახლა. აღზრდილი მშობლები, აი თან გადაყვნენ ჩემ მეუღლეს. ყველაფერი გაუკეთეს, თუ რამე შეიძლებოდა, ყველაფერი გაუკეთეს, თუმცა ეს არ არის ადამიანის სრულფასოვნება. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს თავის ფესვები. ეს აუცილებელია მარტო იმისთვის რომ ეხლა ზოგი რომ წერს რატომღაც გული მტკივა ზოგი წერს რომ აი მხოლოდ იმისთვის მინდა რომ არ გადავეკვეთოთ ერთმანეთს და რამე ცუდი არ ეს არ არის სწორი როგორ არ მინდა მათ ჩავეხუტო როგორ არ მინდა თუ იქეთანაც იქნება გაღებული აი გული ძალიან იოლად შევლიან კონტაქტში როგორ შეიძლება არ უყვარდეს ადამიანს შეიძლება გული ტკიოდეს თუ გინდა გაყიდოს დედამ ხო ხდებოდა ასეთებიც თანხასყებულობდნენ თუ გინდა რამე როგორ შეიძლება არ უყვარდეს ის ქალი რომელმაც ქვეყანას მოავლიდა ასე თუ ისე მეორე აღზრდილ მშობლებს კიდე ძალიან გული როწყდებათ რომ აი ასეთი და ასეთი ქალი და ან წყვილს ამბობენ ან მართლაც გაგყიდა და დაგაგდო და გადაგაგდო არ არის სწორი აღზრდილი მშობლები და რატო იმიტომ რომ ის ქალი რომ არ ყოფილიყო, იმ ბედნიერებას ვერ იგრძნობდა ის დედა. მაგრამ სულ რო გადაგდებული იყოს, მე ვფიქრობ, რომ ბავშვს რაღაცნაირად კომპლექსი უდებ. იმითი რომ გეუბნებია რომ აი გადაგდებული ხარ. გადაგდებული ხარ, გინდა არ გინდა ადამიანი კომპლექსდება ამით, რომ აი მაგას ვაპარაკობ. ყველაზე დიდი დანაშაული დედების არის რომ შვილებს ამას ეუბნებ. ეს ასეც რო იყოს, არ უნდა. ამას ვამბობ ზუსტად, ხო? არ უნდა უთხრა ძალიან ტკივად გული. ნუ იყო ერთი მომენტი, ჩემმა დედამთილმა გადადგა ის ნაბიჯი, რომ სვამდა შენი დედა და ამიტომ მე ასე, მაგრამ ეს იყო მარტო ერთი მომენტი, მის მერე არ დაუშვიათ ასეთი შეცდომა არც მამას და არც დედას. როდესაც თქვენმა მეუღლემ ეს ფურცლები ნახა და კითხვა დასვა, მაშინ უთხრეს ვინ იყო მის მაშინ აი გეტყვით, ხომ ნახა ეს ყველაფერი შემოვიდა და რატომ ატყუილებდითო კიდევ იმეორებ, ახლა გეტყვათ სიმართლე, მარტო ამაზე გამახვილა ძირითადად ყურადღება, მე დამშვიდება, მე აქეთ და 3 დღე და ღამე თითქმის არ უჭამია, გარეთაც არ გაუხედა და როგორც ადგა თქვა, მე ისინი უნდა მოვცებნო. ეხლა რა იცოდა ჩემმა დედამთილმა და მამამთილმა. ჩემმა მამამთილმა, ესე იგი, არ არსებობს, აი მამას გაუტოლე თითქმის ისეთი საოცარი იყო ჩემი მამამთილი. დედამთილის, მაგრამ ახლა სხვა ეროვნება მეტი სხვა ხასიათები რაღაცა თორე ძალიან კარგი ქალბატონი იყო ისიც, მაგრამ მამამთილი იყო საუკეთესოთა შორის საუკეთესო და მის არაფერს არ დამემალათა. რაც თქვა მაშინ, თქვა ის რომ ძალიან გთხოვ გაყევიო, იმიტომ რომ წავიდა იარა ჩემმა მეუღლემ ხანიკეთ ნერვიულობდა, ესე იგი რა შვებოდა აღარ იცოდა, ყველა მაშინ დადიოდა სოფელში, ქალაქში ყველგან კითხულობდა და ჩემმა მამამთილმა თხოვა რომ ძალიან გთხოვო რომ გაყევი მასო და მეც ეს მინდოდა, მე ვერ დგამდი ამ ნაბიჯს რომ არ წყენოდათ რაღაცა ასეთი. მე ჩემმა მამამთილმა თქვა მეო შემიძლია ეს რომ თქვა რომ დედა ჩემიო ჩამოვიდაო ჩემი მეუღლე დედა ჩემიო და მეო მანქანა ყავდათ მაშინ პაბეთობა იყო ჯერ კიდე და წავედითო მერიაში მერი არის ოზურგეთის რაიონის ერთ-ერთი სოფელი მაგრამ სადაც იყო ასევე სამხედრო ქალაქი სადაც ჩამოდიოდნენ ძალიან ბევრი სხვა ეროვნების განსაკუთრებით რუსები ჩამოდიოდნენ გენერალი იყო ლეიტენანტი თუ რა თუ მაითი ოჯახებითაც ჩამოდიოდნენ ისინი და ძალიან ბევრი ახალგაზრდა გოგონებიც იყვნენ იქ ჩვენ გვითხრა ძველი სკოლის შენობა რომ არისო მის გვერდით იყო სახლიო და იქიდან გამოიყვანა დედაჩემმა და ჩემმა მეუღლემ
და იქ ვინ დახვდა შიგნით? ეხლა მაგას ვამბობ, ჩემ დედამთიც როცა კითხა ჩემმა მეუღლემ, ვინ გადმოგცა, როგორ გადმოგცა, ჩემი დედამთილმა მითხრა ასეთი რამე, რომ იქო იყო ამ ბავშვისო დედაო, რომელსაც ჰქვიოდაო ვალენტინაო. მანო მითხრაო, რომო ისაო მე არანაირი საშუალება არ ამაქო, ბავშვო ვერ გავზრდიო, წაიყვანეთო, წვეთი რძეცო არ ამაქო რო ვაჭამო, ნაკლებად დასადჯერებელი იყო მაშინვე, მაგრამ ნუ რატომღაც ვემდი ამას და ვეძებდით აი ვალენტინას სახელით, ვინ იქნებოდა მერიაში ვიყავით, ყველგან ვიყავით. მაგრამ მერე დადგინდა, რომ ეს არ იყო დედა. თუმცა ამ ყვანო მშობლებმა იცოდნენ, რომ ეს დედა იყო. კი. და მითხრა. ხო, მითხრა. მაგრამ მე ჭიმეპარება, რომ ჩემმა დედამთილმა ბოლომდე მითხრა სიმართლე, იმიტომ რომ აი ჩვენ სოფელში ცხოვრობდა ერთი ქალბატონი, ეროვნებით რუსი იყო ისიც და თუ არ ვცდები, საავადმყოფოში მუშაობდა და მისი მეუღლე ნამდვილად მუშაობდა საავადმყოფოში და ფიქრობ ესეც ეგთან იყო, როგორც მე მითხრეს. ჩემი მეუღლე წავიდა მასთან და რომ შევიდა, უთხრა, მოდით ამაზე ასე ისე და დედა როგორ არისო და დრო იხელთა ახლა ჩემმა მეუღლემ და რომელ დედას მეკითხები, ბიოლოგიურს თუ აღრძელსო და ის გაშეშდა და ასე უთხრა, რომ ისაო საიდან იციო და კიო მე ყველაფერი გავიგე და მითხარიო რაც იცი. ამ ქალმა რა გითხრა ახლა ჩვენ? ამ ქალმა გითხრა, რომ დედა შენი გეძებდა სულ. დედა გეძებდაო, მოვიდაო რამოდენიმეჯერ. სად მოვიდაო? სად ცხოვრობდი? ჩემს სახლში, ესე ჩვენ სოფელში ცხოვრობდა. რომელ სოფელში ცხოვრობდი? მაკვანეთი სოფელი, მაკვანეთი და რამოდენიმეჯერ ძალიან ახლოს არის ოზურგეთთან, 3-4 კილომეტრია დაშორებული. და რამოდენიმეჯერ მოვიდაო, ძალიან ახალგაზრდა გოგო, 18 წლის იქნებოდაო და ასევე ძალიან ახალგაზრდა ბიჭი, 20 წლამდეო და რომ გამოვიანგარიშეთ, ახლა ზუსტად ჩდება ასეთნაირად, რომელსაც ეცვაო სამხედრო თუ მეზღვაურის ფორმა, აი ესეც აღწერა მაშინ. და ეს მტკიცდება, ამიდან გამომდინარე მტკიცდება და ისი გითხოვდა შენ. ეს ქალიო, ჩემი შვილი მომეცითო. ეხლა ვერ ვასკვნით იმას, ეს ქალი ის თუ დედა იყო, მაშინ გაეღვიძა დედობის ინსტინქტი და თხოვლობდა მერე ბავშვს, მაგრამ ჩემი დედამთილი ისეთი ქალი იყო, არ წამოიყვანდა ის ხელწერილის და ამის და იმის გარეშე, მაგრამ ჩემ დედამთილს არ ქონდა ხელწერილი. და რატო ვფიქრობ ახლა ამას? როდესაც მეორედ მოუკითხავს ამ ქალს და ხლებია ისევე ეს შეყვარებული, წამოსულა და ჩემი დედამთილისთვის უთქვია 100 არის და ჩემი დედამთილს უთქვია მომკალითო და ვერ გავცე მოკვე 2 თვის ყოფილა. ამ სიარულში 2 თვის გამხარა თანაზე და ვერაფრით ვერ დაუბრუნებო. აბა რა გავაკეთოთ და თქვენს ასეთი რამე, რომ ოჯახი გადავიდა თბილისში და იქ ცხოვრობენ. ამის შემდეგ კიდე რომ მოვიდნენ, უთხრეს, რომ ბავშვო ისეთი დაავადება ქონდაო, დაიღუპაო თბილისში რომ გადავიდა მერე. მიუხედავად ამ თქმისა, ეს ვინ გითხრათ თქვენ? ეს გითხრა აი ამ ქალბატონმა, ვინც თქვი, რომ ექიმი. ხო, ნუ ექიმის მეუღლე იყო და ახლა თვითონ გონი ეგთან იყო, ზუსტად ვერ გეტყვით, ხო და ეს გითხრა ყველაფერი და მერე კიდე რომ მოვიდაო, აი ასეთი რამე. და რუსი იყო და ვალენტინა ერქვაო? ეს ქალი ვერ ამბობდა სახელს, სახელი თქვა ჩემმა დედამთილმა. ეხლა ჩვენი ამდენი გადასახედიდან, ეხლა მიუხედავად ამისა უთხრეს გადაწყვეტილად უკვე ბავშვი დაიღუპაო. მამა ამ დროს უკვე მოუწია სამხედრო სავალდებულო და წავიდა ჯარში. 20 წლის იყო ამ დროს, მანამდე მეზღვაურად მუშაობდა 18 წლიდან. ეს რაც გავიგეთ მერე. ჯერ არა, ჯერ ეს არ მოყვეთ. ჯერ სანამ იქამდე მივალთ, მანამდე მოყვეთ. ამდენი წლების განმავლობაში თქვენ ვერაფრით ყველაზე ვერ გადიოდით. ეხლა რა ხდებოდა? თამონა არ დავიშორე არაფერი თქვენ ციცით ეგ. არზე 15 ტესტი მაქვს გაკეთებული მარტო. ძალიან მეხმარებოდა თქვენი გუნდი და მინდა გამოყო პირადად ჩემი ადმინი იყო იაყვევაშვილი. ძალიან მეხმარა. აი ყველანაირად რაც კი შემოწა. აი თქვენთან ერთად გავიზარდენო და ეხლა რას ვამბობ, იცი? ამდენი რომ მაშინ მწოდნო და
უფრო ადრე მივაკლებდი. დრო უნდა ყველაფერს მიუხედავად იმისა არ ვისვენებდი. სულ დღე ღამე რო დავწებოდი, აი ხვალ რა უნდა გავაკეთო, ხვალ ვის უნდა დაურკა, ხვალ რა ტესტი უნდა გავაგზავნო, აი ასე ვიყავი სულ, მაგრამ 15 ტესტი გაკეთებენ თუ დაჭირეთ, რომ როდესაც ქალბატონმა მადონამ მის მეუღლეს გენეტიკური ტესტი გაუკეთა, მას ამოვიდა ნათესავები, შორეული. 15 ტესტის გაკეთება, მიტომ თავიდანვე ტყუილი ითქვა, რომ ჩემი მამა მთილის შვილი იყო და მოუწია ბევრი ადამიანის გატესტვა, ხო. მერე ძალაუნებურად ესენი მოგვიწია დატესტვა ყველაფერი. მიყვნენ რიგრიგობით ყველა. ასეთი დატესტეთ კიდე ყველაფერი და მიყვა ყველაფერი. მერე ამომივიდა შორეული ნათესავი, ესე იგი. მე მაინც ახლობლად თუ ამოვა ის ნათესავია უკვე. ამოვიდა ამერიკაში იყო ის ქალბატონი. მე არ ვიცი პირდაპირ ასეთი ნიჭიერი ადამიანი 7 თაობა იცოდა ყველაფერი, ირგვლივ მრავალშვილიანი იყო, ბაბუები, ესენი ყველა იცოდა. ძალიან დიდ კვალზე დამაყენე. აი აქედან გამომდინარე, დაიწყეთ მე დავიწყე მე თანდათან. გაიკეთეთ ხალხო ტესტი, გაიკეთეთ ხო ხედავთ რა ტესტის გარეშე არ შეიძლება. ტესტის დახმარებით. ტესტის გარეშე არაფერი არ შეიძლება, მაგრამ იმასაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ არსებობს ფიზიკური მსგავსება, მაგრამ 100%-ით ვერ დაეყრდები, უნდა გაიკეთეს ტესტი. ვერაფერ ისეთი ამოვიდა ჩემ მეუღლესთან. ერთი პიროვნება, აი გაჭრილი ვაშლი, ვიფიქრე ძმა არის მისი თქო, მაგრამ ტესტმა არაფერი არ უჩვენე. და მერე იმან ბავში მერე მოვყვებით, რაც გაინტერესებთ, შეხედულებითაც გადაწყდა ეს ამბავი, ფიზიკურობითაც. ეხლა რა ხდება? იმ ქალბატონის შემდეგ გავაკეთე მე, ესე იგი ამოვიდა გორდელაძის გვარი, არის ნათესავი სისხლში აქვს ჩემ მეუღლეს და იმის შემდეგ გავუკეთე ძალიან ბევრს და ბედი მაქვს თამუნა იმაში, რომ ყველა ეს ადამიანები შემხვდნენ ისეთები, რომლებიც, ესე იგი მხარდამხარ ჩემთან ერთად იბრძოდნენ. აი ის ქალბატონი ამერიკიდან კიდე მან მის დედას გააკეთებია, შემდეგ მის მამიდას, რამოდენმე 5 ადამიანს, რომ წავსულიყავით სხვადასხვა მხარეს და ზუსტ მხარეს. ამის შემდეგ ამის შემდეგ გადაწყვეტეთ გავუკეთეთ ტესტი, ტოში არის გვარად და გორდელაძე ყავდა ბებო მას და მის ირგვლივ ვიარეთ კიდე და ესენი ხო საოცარი ადამიანები შემხვდნენ კიდე. ჩემი მეუღლე ამას ჩავდებ ამაში აუცილებელია ალბათ, სისხლის ყევილია ნამდვილად. როცა გაიგეს, რომ ცუდად ყავდა მეუღლე იტალიაში, იქ უნდა და წამოსვლა. ნახო, ჩვენ მაინც ვნახავთ, ხო ამოგვივიდა ჩვენი სისხლი, ეს დიდი ბაბუა ბებიების არის აქ და ამასაც დავადგენ, უნდა ჩავაჯინო აუცილებლად. ისეთი საოცარი ხალხი. მეუღლესთან ერთად არაჩვეულებრივი მეუღლე ყავს. ერთი სიტყვით იტალიაში უარი ვთქვი, იმიტომ რომ წუთში წამოვიდოდით, არ ვიცოდი და როგორ ჩამოვიყვანეთ ბათუმში თურქეთიდან პირველად ბათუმიდან. რა ჭირდა მეუღლე? ჩემ მეუღლეს საერთოდ პარკინსონის დაავადება ჰქონდა, მაგრამ ამ დაავადებით იმდენად მივდიოდით წინ მკურნალობით ყველაფერით, ჩემი შვილის მკურნალობდა იტალიაშიც მკურნალობით ყველაფერი და მოხდა რა, ეს არის რაღაც როგორც ამიხსნეს მე ახლა ექიმი არა ვარ, როგორც ამხსნეს, არის თავში არის რაღაც ჯირკვალი, რომელიც განაგებს, რომ აი ჩვენ უნდა ავდგეთ, წავიდეთ, აი მან და გადაცეს. აი თქვათ უნდა ჭამო ახლა, ხო საყლაპავი უნდა გაიხსნას აი ამ გადაცემით და აგვიანებდა ეს გადაცემას. რომ აგვიანებდა, მივიდა იქამდე, რომ საყლაპავის გადაცემაც დააგვიანდა და გადავიდა უკვე ბრონქში, საჭმელი, საკვები. გადავიდა იმ წუთში ამორეცხები ყველაფერი, მაგრამ უკვე იმდენად დაზიანებული იყო ეს, რომ ხშირად გადადიოდა, ზონდიც კიდე ცოტა რომ ამოვარდებოდა, ის ზონდიდან საჭმელის გადადიოდა და აი ამითი დაიღუპა საბოლოოდ. რამდენი წელი იყო? საერთოდ ჩემი მეუღლე 12 წელია, მე ამ დღეში ვარ და თვითონაც ასეთნაირად, მაგრამ აი ასეთნაირად რომ მოხდა ბოლოს, ესე იგი 4 თვე იწამა. მე ასეთი წამება არასდროს არ მინახე, არავისგან, ახლობლების წყალს გარდაცვლები იქაც კიდე ყველაფერი, მაგრამ საოცრება იყო, უძლიერესი პიროვნება იყო. ყველას გაუკვირდა ავადმყოფობა მისი და გარდაცვალებაც. უძლიერესი. არც ერთი ორგანო არ ქონდა დაზიანებული. მხოლოდ ეს იყო. ერთი სიტყვით ამ ყველაფრის მიუხედავად ქალბატონი მადონა არ ჩერდებოდა, ტესტავდა ყველას, ვინც ამოსდიოდა მის მეუღლეს გენეტიკურ ტესტში და ერთხელაც და ეხლა
იმ ბათუმის საავადმყოფოში რომ შემოვიყვანეთ, აი რას ვამბობ, ახლა რა არის ბიოლოგიურები. ბათუმის საავადმყოფოში რომ შემოვიყვანეთ, მთელი საავადმყოფო დადგა ფეხზე საოცარი საავადმყოფო BMC-ის კლინიკა და მოახედეს რა ეს. ვიმგზავრეთ 34 საათი რეანიმობილით. სასწაული მდგავრობა იყო და იქ მოახედეს თითქოს აქ ყველაფერი და გავიხედე და რამოდენიმე დღეში მირეკავენ, აი ეს ზურავტოღოში და მისი მეუღლე ირმა მირეკავს, რომ და თავის მამიდაშვილი კიდე ბესო მირეკავს, რომ ჩვენ ჩამოვდივართო ბათუმშიო. ჩვენ უნდა ვნახოთო, ჩვენ უნდა მოვეფეროთ მასო და წარმოიდგინეთ, არასოდეს ეს ხალხი არ მენახავენ და საავადმყოფოს ფოიეში რომ შემოვიდნენ, მეცენი რომ დავინახე. არ არის ჩვენ შორის არაფერი არ, აი ვეხვდებოდით კოცნიდით, ვეფერებოდით მამაკაცებსაც, ქალებსაც. ზღვარი არ არის, რაღაც სხვა არის ბიოლოგიურობა, რაღაც განსხვავებულია, რაღაც ძაფია, კავშირია ისეთი, რომელსაც დრო არ ჭირდება, ერთ დღეში ხდება შეყვარებაც და ყველაფერი, მხოლოდ ორივე მხარე უნდა დახდეს, ცოტა გული უნდა გააღოს ორივე მხარეს. მე ბედნიერი შევიქენი ამის. ამის შემდეგ წავედით, დავტესეთ ყველაფერი კიდევ და ამოვიდა ისეთი გოგონა, რომელიც ესე იგი უკვე შეიძლებოდა კვალზე გასულიყავით, მაგრამ მეუბნებოდა მისი დიდი ბებო იყო 9 დედმამიშვილი. თქვათ ერთი ის იყო, დანარჩენი უნდა დამეტეს. ამ დროს დამძიმდა ჩემი მეუღლე ძალიან და აი ამ დატესვაზე უკვე რამოდენიმე დღე გადაიწია ეს, რომ ისინი დამეტესა, იმიტომ ვფიქრობდი საქართველოს ჩამოვიდეთ და გავაგრძელებდი ამას. ამ დროს 40-ის მეორე დღეს მოვიდა შეტყობინება, რომ ერთ-ერთი პიროვნება, ისიც ამერიკაში არის, შემოვიდა თქვენ დიდ ოჯახში. ესე იგი გავგიზით ეს ისეთი ამბავი იყო, დაუკავშირდით ჩემი ვაჟთან ერთად, მას პიროვნება ძალიან კარგი ქალბატონი, ისიც ვალენტინა, ქვია მიშვილთან ერთად, ბაჯელიძე და ესე იგი გითხრა მან, მე ყველანაირად მოგეხმარებით, მაგრამ შემიძლია გადაგამისამართოთ ერთ ქალბატონთან, რომელიც ოზურგეთის რაიონში ცხოვრობს ცხინვალში და მან ძალიან ბევრი რამე იცისო და იქნებ რაიმე იცოდეს აი ამის შესახებ. მართლა საუკავშირდით მათაც და მე არასოდეს, ესე იგი, ასეთი ნერვიულებები, როცა ადამიანებს ესაუბრები, ასე მგონია ვაწუხებ, ასე მგონია რაღაცა უხერხულებაში ვაყენებ და ძალიან განვიცი ამ დროს და ეს ისეთი ქალბატონი იყო, დამშვიდი არაფერი არ აქვს, ანები ვისაუბროთ, ყველაფერს ვიტყვი. აი რა თქვა ამ ქალბატონმა ახლა, რომ მეო არასდროს არ მსმენიაო, მით უმეტესო ეს პიროვნება ჩემი მეუღლის ბიოლოგიური მამა ძალიან ახლოს ყოფილან ერთმანეთ. ანუ ბიძაშვილ მამიდაშვილებიან ერთმანეთ და არანაირი საიდუმლო ჩვენ შორის დამალული არ იყო. მას არ უთქვია. ეს იმას ნიშნავს, რომ მან საბოლოოდ დაამთავრა იქ, რომ ბავშვი დაიღუპა. თამნა რატომ ვაბობ, იცი ეს რო ასე იყო. ის ორი გოგოს მამა იყო. გრერდით კიდე ძმები ცხოვრობენ და ამ სამ ძმას 8 შვილი 8 გოგო იყო. ერთადერთი ჩემი მეუღლე მაგათი გვარი და ბიჭი. და მამა იმას მაინც ეტყოდა შვილებს და თუ გინდა არ დომოდა შვილად, ხო? აი ფრთხილად იყავით, თქვენ ყავ ძმა ამავე რაიონში. ხო. არ უთქვია, მან უკვე გადაწყვიტა, რომ ის აღარ იყო ცოცხალი. ანუ როგორ გაიგეთ სიმართლე? ეხლა როგორ გავიგეთ სიმართლე? ამ ქალბატონმა მითხრა, რომ როგორც დავინახე მე თქვენი მეუღლის სურათიო, იმ წუთში ვთქვიო, ეს ჩემი მამიდაშვილის შვილი იქნება, ძალიან იყო დიდი მსგავსება. მე ცისფერ თვალებას დედას ვეცებდი და თურმე მამა ყოფილა. ზუსტად აი ისეთი მსგავსება მამასა და ბიძებს შორის და ერთ-ერთი ბიძა ჩემს უფროშვილს ისე გავს. ნამდვილად მისი შვილი გეგონა, აი ისეთი მსგავსება არის. და აი მსგავსები თქვა მან და აბა რა გავაკეთე, თორე მას რომ ეს არა თქვა, აი იმ დანარჩენი 8 ოჯახის დატესვა დამჭირდებოდა ყველას. და რა ასე მითხრა და გადაწყვიტა, მაშინ ვინ ყავს აქ, როგორ ყავს და მითხრა რომ მას ორი გოგო ყავს, ერთი გერმანიაში და ერთი აქ არის. ცოცხალი არ იყო თვითონ მამა? თვითონ მამა ცოცხალი არის. დედა? დედას ვეცებთ. უიმე. დედა არ ვიცი. ვაუ. მე მაგ ისტორიას მოგიყვებით, ეხა ბოლოს ის რომ შემოვინახე. მე რომ დასრულებულია ეს. არა. მე კიდევ ეცებ. ეხლა როგორ იყო?
ეს ახალგაზრდა 19 წლის 20 წლის ბიჭი, ეს ახალგაზრდა გოგო მე ახლა ზუსტად ვერ დავიჩემე, მაგრამ იქეთ მიდივარ, რომ აი მათ უყვარდათ ერთმანეთი და რატომ ამბობ ახლა ამას. ძალიან პატარები იყო. ერთად მერიაში როგორც ჩანს ჩამოსული იყო იქ ოჯახებით სამხედრო პირები და ერთ-ერთი ის გოგონა იყო ალბათ ეს როგორც ფიქრობ. ანდა შეიძლება ოჯახის გარეშე იყო ჩამოსული. პატარა გოგო 18 წლის, მაგრამ უკვე სრულწლოვანი და მუშაობა უნდა და რაღაც და ესენი შეხვდნენ ერთმანეთს, ნუ შეუყვარდათ. არის სიყვარულის ნაყოფი ეს, მაგრამ ეს მარტო აქ არ მთავრდებოდა. ისინი იყვნენ, რომ მათ ოჯახების შექმნა და რატომ ამბობ ახლა ამას. ახალგაზრდა გოგონა აჩენს ბავშვს. რატომ აჩენს? აქ იმედი რომ წაიყვანს. ან კიდევ აქ იმის საშუალება, რომ ის გაზრდის ამბავს და გვიანიგებს რომ სულად არის და ასეთნაირად. მან არ მოიშორა ეს ბავშვი. მან გააჩინა 9 თვე და მან ფული არა იყო 1 კაპიკი. სად იმშობია რა? ამ შობიერებია როგორც იცით ოზურგეთში და ჩემი დედამთილი რასავოს, აი რას ვაფასებ ჩემი დედამთილში კიდე ხო შეიძლება რომ იმის მიზნით რომ გაუმწვაოს სიტუაცია და შეაძულოს აღზრდის რომ აი დედაშენმა გაგყიდა ფული აიღო. არა, ჩვენ ექიმებს მიეცით ფული. ხო. ხო. აი ექიმებს გადაუხადეს ფული და დედას არა აქვს ფული აღებული, აბსოლუტურად. თუ ის დედა იყო დედა რუსია წარმოშობით? დედა წარმოშობით რუსია. ჩემი მას ამოვიდა მეუღლეს 100%-იანი მამა ქართველი, 100%-იანი, დედაო ეროვნებით რუსი. ეს დაადასტურა იმ ქალბატონმაც, რომელთანაც მივიდა, მერე ნათლია იყო ის ჩემი მეუღლის და რომელმაც მოუყვა ეს ამბავი და დაადასტურა, რომ დედა ეროვნებით იყო რუსი. დედა იყო ძალიან ლამაზი და ძალიან ლამაზი მამა. და დედას რატომ ვერ პოულობთ? დედას რატომ ვერ პოულობ? ტესტი არა აქვს ვინმე ახლობას მასაც ეს გასაგებია, მაგრამ ნათესავებ მართლობებმა არიციან? არავინ არ იცოდა ეს ამბავი. მაგრამ ამდენი დედმა მიშვილი ყავდა. არავინ. ესე იგი ეს რომ მოხდა და გაიგეს რომ ესე იგი შვილს ელოდებოდა ეს ბიძაშვილმა მითხრა ეხლა შვილს რო ელოდებოდა მითხრა 10 წელს უმცროსი ვიყავი და მეტი არაფერი არ მახსოვსო და იმის შემდეგ უკვე არაფერი არ ვიცი. იმის შემდეგ უკვე ბიოლოგიური მამა წავიდა ჯარში 20 წლის იყო და ეს აქეთ ამ ქალმა იარა და ვერაფერი ვერ აღმოაჩინა ამ გოგონა დედა და არ შეიქნა სათქმელად საჭირო არ იფიქრა რომ აი მე მაგალითად შვილი მყავდა აი ამ გოგონასთან აი ასე იმიტომ რომ ამან გადაწურა იმედი რომ ის გარდაცვლილი იყო ბავშვი უკვე და აღარ ჩათო თუ დედაზე ქონდა ნათქვამი ვერ გეტყვით დედაც ხო გარდაცვლილი იქნება ბებო ჩემი მეუღლის ბებო არავინ არაფერი არ იცოდა მხოლოდ გაელდა ეს სიტყვა რომ იყო ფეხმძიმე გოგონა და მე დამთავრდა აქ რომ ეს ბავშვი გარდაიცვალა. მეტი არაფერი არ იციან, არც დებმა, არც ამ ქალიშვილებს, ანუ ჩემი მეუღლის მამას 10 წელი არ მოუყვანია ცოლი. და მე მოიყვანა ძალიან კარგი ქალბატონი. ანუ როგორც შუამავალი ადასტურებს, მას შემდეგ რაც თქვენმა დედამთილმა, ბიოლოგიურმა დედამთილმა ბავშვი გააჩინა, სავარაუდოდ ალბათ ქმარი არ იყო, ხო, ჯარში იყო, სადღაც იყო და მოუწია ბავშვის გაშვილება. აი როგორ იყო. ის მანამდე იყო მეზღვაური, მაგრამ ბათუმში და ჩამოდიოდა, მიდიოდა, მოდიოდა, ხო? ესენი ერთად იყვნენ. ბავშვიც გაჩნდა, მაგრამ მას ჯარი მოუწია და წავიდა. მაგრამ რა ხდება ახლა? ჯარი რომ მოუწია და წავიდა, მანამდე ეს ნამყოფი არიან ორთავე იმ ქალბატონთან. სანამ წავიდოდა ჯარში, ნამყოფი არიან იმ ქალბატონთან და ბავშვს ეძებდნენ. ესე იგი, ამა რომ მშობი არა, ეს იყო მეზღვაური, შეიძლება გასული იყოს სადმე, იმ მშობი არა. ეს ბავშვი საიდან გაქრა არის? შეიძლება იმ ქალბატონს ნათქვამი ქონდა ამ გოგოზე სამშობიეროში, რომ აი რა თქინდა შენ, ასე ისე პატარა ხარ რაღაცა და ამ გოგო მიტომ იყანა ამ ქალბატონზე ეჭვი. და აი ამან რომ ითხრა და მიტუ აკითხავდა აქ, რომ ჩემი შვილი მომეცი. ან დატოვა თვითონ ამ ექიმთან და მე ექიმთან ახლა ჩემი დედამთილის თქმით ამბობს, აი სახლიდანაა გამოყვანილი ბავშვი და მე ვფიქრობ ჩემი საზრით, ეს არ იყო დედა, ეს იყო ძიცა. შუამავალი, ხო.
აი ეს იყო ძიძა, რომელმაც თქვა, და რომ ეს სახლი არ ვიცი ცად იყო. მე ვიყავი ამ და სახლში. ვინ ცხოვრობს? მე ვიყავი ამ სახლში, მაგრამ აი მიტო ვამბობ, სად არის ეს ამდელოდედობა დროულად უთხარი. მერიის გვერდზე იყო ეს სახლი, ახლა არ არის უკვე იქ. აღარ არის. მერიაში იყო სკოლის გვერდით. მერიაში სკოლის გვერდით. სკოლის გვერდით. აღარ არის ის. ხომ არა მეზობლებმა იქნებიციან. მეზობლებმა ყველა ნახოთ, ყველა გარდაცვლილია. რა უღმერთო. ჩვენ ვეძებთ ამას აი 40 წლის უკან. ჩემი მეუღლე იცი რამდენჯერაა ჩავლილი საკუთარი ბიოლოგიური მამის ჭიშკართან? ძალიან ბევრჯერ. ესე იგი ვერ წარმოიდგენთ, ოჯახში არის ნამყოფი ეჭვი, აი ბევრი შვილები ყავდა და იქ მივიდა კიდე რომ იქნებ ჩემიანები არიანო, მეოთხე ოჯახი ამ ოჯახიდან. ჩვენ რაში ვართ, აი პირადად რატო ვიდანაშაულებ თავს მე? რატო არაფერში არ უნდა დაიდანაშაულოთ მე იმიტომ ვიდანაშაულებ თავს, დედამთილდა რო იცოდით, აი დედა იყო მერიიდან, აი ესე რო გითხრა. რომ დავდიოდით, მხოლოდ ვამბობდით, ვეძებთ დედას, მერიიდან. გვეგონა რომ მამას სხვა საღაციდან იყო. მამა იყო მერიიდან. თან კიდე ამ დროს ჩვენ არ ქონდა ტესტი გაკეთებული 40 წლის უკანელი ამბავი იყო და არ ვიცოდით მამა ქართველი იყო, ვინ იყო. ყველაფერს ეს აზრები ეჯახებოდა, აი რუსეთიდან ჩამოყვანილი, აი დედა რუსი იყო, აი ასე იყო და ვერ ვთქვით, თორემ ჩვენ ერთი სიტყვა რომ გვეთქვა, რომ ჩვენ მამას ვეძებთ, ჩემი მეუღლე იმდენად გავდა მამას, იქ შემხოდრები გვეტყოდნენ, რომ აი ეს იქნება შენი მამა. როდესაც თქვენ გატესტეთ თქვენი მული, სავარაუდო მული, თქვენი მეუღლე ვერ მოესწრო, ხო? ეხლა მაგამბავს მოგიყვებით. ვერ წარმოიდგენთ როგორ უნდოდა ჩემ მეუღლეს თავისი ბიოლოგიური მშობლების, დედმამიშვილების ნათესავების ნახვა. ძალიან ძლიერი კაცი იყო, ძალიან რაღაცნაირი იყო, მაგრამ ძალიან სათუთი გული ჰქონდა. ძალიან ფიქრობ, ხშირად სპორტსმენი იყო და გადიოდა ევროპის ქვეყნებში, იქეთ-აქეთ ყველა მხარეს და ვფიქრობ, თავისი მენტალიტეტი უფრო ადრე ჩამოუყალიბდა, ვიდრე საზოგადოებას აქ. სხვა რომ ამბობდა, რომ რას ლაპარაკობთო, როგორ ეძებთო, ეს როგორ შეიძლება ღალატო თქვენ მშობლებსო, ეს სხვანაირად ფიქრობდა მაშინ. მე არ ღალატობ არავის, მაგრამ ჩემ გულში არის ადგილი, რომ მათი სიყვარული ჩაეტიოსო და სულ ეძებდა. თქვენ ვერ წარმოიდგეთ, აი ჩემი მეუღლე იტალიაში მყავდა მე და რომ შევაღებდი კარებს სამსახურიდან, პირველი სიტყვა იყო მადო მოდი, ხომ არაფერი ამერიკიდან. ეს იყო პირველი სიტყვა. ტესტის პასუხს ელოდებოდა. ყოველ აი ამ 15 ტესტის პასუხს და ეხლა ბოლოს რომ ჩამოვედით ბათუმში, მითხრა ამერიკიდან არაფერი არ არის. მე ვთხარი აუცილებლად მოვაპასუხე, ჩვენ ხო ვიპოვეთ უკვე დიდი ბაბუის თამომავლები ან ბებიის, კიდე ვიპოვეთ, აუცილებლად ვიპოვე, შენ ყველაფერს ნახავ. ვერ წარმოიდგენ, იმხელა ტკივილები ქონდა, ისეთი რაღაც ქონდა გაკეთებული, ისეთ რაღაც ერთხელ არ იტყოდა სიკვდილზე და ამბობდა გამიკეთე ყველაფერი. უნდა ვიცოცხლო და ნახო ჩემები. უნდა ვნახო ჩემები, უნდა ვნახო დედა, მამა, სულ ყველა. არასდროს არ უთქვია თუ გამყიდა არ მინდა, იმიტომ რომ არავინ არ იცის სხვის სატარებელ ჯვარს რა წონა აქვს, რა სიმძიმე აქვს. ყველაფერს მოევლება, ყველაფერს აქვს თავისი კუთხის გამართლება რაღაც. არასდროს არ უთქვია, სულ უნდა რომ მოეცემნე. სულ და ბოლო სანამ აპარატზე შეერთებდნენ. კიდევ ერთხელ ჩამოვიდა ტესტი. ჩამოვიდა მეოთხე და ვიპოვეთ და ბოლოს რო ვაწყლებდი ვიპოვეთ მეთქი და ცოტა ეს არიცოდა მე დაზე რომ მქონდა გაგზავნილი სხვა ტესტები იყო მანამდე. დაზე მაგის გარდაცვალების შემდეგ 40-ის შემდეგ დავიწყეთ დაზე ტესტის გაკეთება. და მომერიდა რომ მოვაწყვლი და ვიპოვეთ რო ვთხარ და მე კიდე ვთხარი ვიპოვი მეთქი, აუცილებლად ვიპოვი მეთქი და გაიხიმა ისეთი ღიმილით რომ ამით მიმახვედრე, მე ვერ მოვეცრებიდი. შეერთე აპარატზე. ძალიან წუხვა რომ ჩემი მეუღლე ვერ მოესწრო ამას. საოცარი ხალხი ვიპოვე, უთბილესი, არაფერი არ გვინდა ჩვენ არავისგან. დომა რა არის, რას ნიშნავს, ძალიან ცუდი სიტყვა, ასეთი დომა. ეს არის სითბო, დაკარგული სითბოს შეშვება გულში და გული სულ პატარაა, თან უნდა მუჭისხელა, მაგრამ
ოკეანის ხელა სიყვარულით ჩატება შეუძლია. მე მიკვირს იმ ახალგაზრდების რო ამბობენ არ მინდა ანდა მარტო მინდა რომ არ გადავეკვეთოთ. რას ლაპარაკობთ? ჯერ როგორ უნდა გაბრაზდე იმ ადამიანზე, როგორიც არ უნდა იყოს, შეიძლება გაბრაზდე, მაგრამ მე ხო უნდა გადახარშო, რომელმაც 9 თვე გატარა. წარმოვიდგინეთ ერთი აგური, დავიკიდოთ კისერზე თუ შეძებ 9 თვე ვატაროთ ეს აგური, ხო? სადღაცა აქ იმასაც გამართება. რაღაც მოხდა მაშინ ისეთი. რაღაც არ გაიღვიძა დედურმა გრძნობა. ხო არა ვართ ყველა ერთნაირი აგებულების. როგორ შეიძლება თქვა ბიოლოგიურ მშობლებზე, რომ არ მინდა მე არ ვეძებ და ჯერ ამათ გარდა არ მიადგას უკან დედმამიშვილები და დედმამიშვილება რა დააშავეს, თქვა მშობლებმა თუ დააშავეს და მოხდა. როგორ მიგიღეს? თქვენ როგორ მიგიღეს? როგორ მიმიღეს? ესე იგი, ტესტი რომ აუღეთ, აი ჩემულს, რომ აუღეთ, ტესტი რომ მიღებდა, მერიდებოდა, მაგრამ ოდნავადაც რომ შებრუნდებოდა, ყველანაირად ვაკვირდებოდი. ნუ თუ ეს ისა, ვისაც ეძებდა ჩემი მეუღლე. წავიდა ეს ტესტი, წავიდა, რატომღაც შეაგვიანდა ამ ტესტს და მე ვფიქრობდი, ვაი თუ გაფუჭდა, ნუ არა უშავს თაგდან გაკეთება, მაგრამ ლოდინმა მომკლა ამდენი ხანი. და ეს პასუხი რომ ჩამოვიდა. არავინ არ იცოდა არაფერი აბსოლუტურად და მე ყველა მოვიწვი ისინი, აი ეს მამიდაც, ეს მულიც, ეს ბიძაშვილები, ჩემი მეუღლის ყველა და მე ეს უთხარი ეს სიტყვა, რომ ჩვენ თქვათ არა ვართ არაფერი დედმამიშვილების, ხო? მაგრამ ჩვენ ხო ახლობლები ვართ ძალიან. ანუ აუცილებლად ვიქნებოდი მისი ბებო და ჩემი მეუღლის ბებო დები იქნებოდნენ, ან დაძმანი იქნებოდნენ, ხო და თქვენ ჩემთვის უკვე ახლობლები ხართ, ჩემთვის ბიოლოგიურები ხართ უკვე და მე მინდა მოგიწვიეთ და მე თქვენ თვალის წინ გავხსნი აი ამას და ნახოთ რა მოვა. ესე იგი წარმოიდგინეთ, გახსენი ეს მესიჯი დაწერილი ყველაფერი და ვამბობ, რომ ეს და ეს ქალბატონი შეიძლება სახელი და გვარი ვთქვა. რა თქმა უნდა. ეს და ეს ქალბატონი, ანუ ეკა კეჭაყმაძე და თამარ კეჭაყმაძე, რომელიც გერმანიაში არის, ნამდვილად არის და თამაც ნახევარდები. ესე იგი იქ რა მოხდა ვერ წარმოიდგენთ. ეს იყო საოცრება, ეს იყო რაღაც სასწაული ხდებოდა, ყველა ტიროდა, ყველა ერთმანეთს ვეფერებოდით და იდგა ამ სიხარულთან დიდი ტკივილი და ჩემი მეუღლის სურათი ერთად. და ბოლო იმ დღიდან რო შემოვიდნენ ჩემში, ყოველ საათს ვფიქრობდი, ყველაფერს ვაანალიზებდი, ტიროდი, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე ვერ მოესწრო. გავიქეცი საფლავზე, მოვუყევი ყველაფერი აბსოლუტურად. მოვიდნენ ისინი საფლავზე. აი იმ დღეს. როცა უკვე გაიგეს, რომ ასეთი არის, წამოვიდნენ და ჩემი მოვლი და ბიძაშვილები, ეს სამი სახლი ერთმანეთის გარშე, სამი ძმა ცხოვრობდა, მამა ფრონტზე დაეკარგა, ანუ ბაბუა ჩემი მეუღლისა, 31 წლის ასაკში სამი პატარა შვილი დარჩა. ჩემი მეუღლის მამა 4 წლის დარჩა, მე 5 და 6 წლის ასე და ერთმანეთის გვერდით არიან ესენი და აი თქვენს რომ სულ ოცნებობდით ძმა ყოლოდა, აი რომელიმეს მაინც 8 გოგო იზრდებოდა ამ სამ ოჯახში და თქვენ ვერ წარმოიდგეთ როგორ ტიროდნენ და როგორ ქვას ეფერებოდნენ. არ დაუშვათ ასეთი რამე, ღმერთმა ყველა დიდხანს გაცოცხლოთ, აღზელო დედებო, ნათესავებო, ძნელია ამისქა, მაგრამ ვიდრე გვიან ჯობია ადრე მოიძებნოს და ადრე მიაგნოთ ყველას. ისეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვერ წარმოიდგეთ. ძალიან მიჭის მეუღლის გარეშე. ძალიან განვიცდი. ყველაფერი ერთად აღებული მის ტანჯვით სიკვდილთან, მის მასთან გაუმართლებასა რომ ვერ მოძებნა ესენი, როგორც აი შემაწუხებს ეს რაღაცა მონატრებაც ეს ყველაფერი გავრბივარ და ურეკავ ჩემოს და ისეს გამრობის იქიდან რომ ჩვენ ერთმანეთს ჩავეხოთ. ისე ვივსებდი და ისეთი მხიარული და ისე კარგად მოვდივარ, სახში ვერ წარმოიდგეს.
ეს იმპულსებია. ეხლა ბევრი მეკითხება თამონ ასეთ რამეს, რომ აი რა არის ბიოლოგიური ნათესავები და აი აქაური სხვაობა. რა არის სხვაობა მეკეთყვით. ესე იგი, აღვრძელის ნათესაობა გიყვარდება იქედანაც, თუ როგორი აღვრძელი ყავდა. საოცარი მამამთილი მყავდა და მისი სიყვარული გადაედო მის ნათესაობას. თვითონაც კარგი ადამიანები არიან, ხო? ისეთი თბილები არის, ისეთი კარგები არიან. აი ეს საქმე რომ დავიწყე, მე მერიდებოდა მათი მაინც და ხო იცით რომ თქვენი სიყვარული მე ყოველთვის მეკრებ, აი ეჭვიც არ გვეპარებავ და ხო იცი რომ შენ ჩვენიანი ხარ, მაინც თამაზი ხო ჩვენიანია. ძალიან დიდი სიყვარული გამაჩნია მათი, მაგრამ ეს მოხდა როგორ იცი? მოხდა ჩემი მამამთილიდან გამომდინარე, ძალიან კარგი პიროვნება იყო და მათი ხასიათებიდან გამომდინარე და დროის ფაქტორი იყო. დრომ გააკეთა ეს ყველაფერი. მაგრამ ბიოლოგიურიდან დამიჯერებ თამონა სანამ ნახავდი მიყვარდა ისინი. მეც და ჩემი მეუღლესაც. ჩვენ გვიყვარდა ისინი ყველა. რატომ მიყვარდა? იმიტომ მიყვარდა რომ ვუყურებდი ჩემი მეუღლეს. აი მათი სიცხლე და ხორცი სადღაც არის. ჩემ შვილებს რომ უყურებდი, ჩემ შვილიშვილებს რომ ვხედავდი, 7 შვილიშვილი მყავს 2 ბიჭიდან და იყო რაღაც ისეთები, რომელიც არც მე არ მქონდა ვთქვათ, არც ჩემ მეუღლეს, არც ჩემ ბიჭებს, არც ჩემ რძლებს, ხო? და ვამბობდი, აი ეს მათ ეკნებათ. ან ბებოს, ან ბაბუას, ან რაღაც აი იქედან ამოვიდა. ჩემი შვილებიდან გამომდინარე, შვილიშვილებიდან, ჩემი მეუღლიდან გამომდინარე, მე ისინი მიყვარდა და საერთოდ არ გაგჭირებია. ამას საუბრობს ისინი, ისეთ სიტყვებს მწერენ, ეს საოცრება. აი ეს ქალბატონი კიდე რომ ახსენე, რომ აი ჩემი მამიდას ვაჟი იქნება ესო. საოცარი ქალბატონი. უტკბილესი მიწეული ვიყავით ახლა მათ ოჯახში კიდე. საოცარი შეხვედრა, სითბო, ბიძაშვილის ოჯახში ცალკე კიდე და ელოდება მეორედას, რომ ერთად მიგვიპატიშოს კიდე და იმდენად სითბო ნახე ამათ ხახთან, იმდენად სითბო ვერ წარმოიდგენ, არც ვგონია მე თუ ესენი სულ რამოდენიმე თვის ნახულებას. საოცარი ხალხი და ჩემი გულით სავსეა, მუდამ რომ ბევრი სიყვარული ჩავიტი. ძალიან კარგი ხალხი. აი ამაში გამიმართა. აქეთ ამხარეს და იქეთ ამხარესაც. კიდე ერთი მხარე დაგვრჩა, რომელსაც იმედია მალე ვიპოვით. ერთი მხარე დამრჩა, ახლა ტესტით სულ ნახულობთ. გავაგზავნეთ მოსკოვის გადაცემაში, კიდე წერილი გაგზავნილი გვაქვს. ეს ისტორიაც მოვყევი. გვაქვს რამოდენიმე ქალბატონზე აქ საქართველოში ეჭვი, რომ ესა შეიძლება მისი დედა იყოს და აი ამ ქალბატონმა პირველ დღეს ხომ ისაუბრა ასე ყველაფერი და მითხრა, მოდიო ხვალო და უფრო მეც გეტყვიო. მაშინ შემოვიდა მეზობელი თურმე და შეწყდა ეს საუბარი და ხომ დაიბარა ხვალისთვის მოდიო. მეორე დღეს მივიდა და საერთოდ აღარაფერი აღარ უთხრა. ეხლა რატო? არის ორი ვარიანტი. ან შეიძლება რომ ზუსტი იყოს ეს ვალენტინა? მაგასაც გეტყვით ეხლა და რატო ვეჭოთ რომ არ არის ზუსტი. ესე იგი, არის ორი ვარიანტი რატომ დაფარა იმ ქალმა. ერთი ის რომ ეს ქალბატონი შეიძლება გათხოვილია ოჯახზე, ყავს შვილები და მოერიდა რომ აი არ მიაკითხო რაღაცა, მაგრამ ნაკლებად მჯერა მიამისი, იმიტომ რომ მაინც ვფიქრობ რომ ეს არის ექიმებიდან წასული საქმე, იმიტომ ფული იქ არის გადახდილი და თანაც ამან არ დაასახელა, რომ მისი მეუღლე საავადმყოფოში მუშაობდა. გინეკოლოგი არ იყო მისი მეუღლე და არაფერი მე ვფიქრობ ამაში ბრალი არ მიუძღვის, არაფერი ნამდვილად რომ კარგი ადამიანი იყო ის მამაკაცი, მაგრამ მაინც ექიმებში ტრიალებდა და მაინც რაღაც არასასიამოვნო მოხდებოდა თუ ჩვენ აი პირდაპირ მივიდოდით ექიმებთან, პირდაპირ დაუცამდით საკითხს, ვინ რა როგორ და რაღაცა და ამიტომ შეიკავა თავ და ბოლომდე არ გაიხსნა, ჩაიტანა საფლავში ყველაფერი ეს საიდუმლო ამ ქალბატონმა, თორე ამ ქალბატონმა ის მაინც ხო იცოდა დედის სახელი თუ არ იცოდა, ვისგან წამოვიდა ეს ბავშვი, რომელი ექიმი იყო, როგორი იყო. ეს ქალი აკითხავდა, კიდე რა მინდა რომ ვთქვა. ხომ აკითხავდა, როცა თოთო იყო ეს ქალბატონი და ეძებდა. 11 წლის როცა იყო ჩემი მეუღლე, ველოსიპედით მიდიოდა ჩვენ ქვემოთ ვართ უფრო ჩამოსული სოფლის ცენტრი და ზემოთ ბიძები ცხოვრობდნენ და იქით მიდიოდა ბავშვი და ამ ქალბატონმა კითხა ჩემ მეუღლეს, რომ შენო თუ გახსოვსო ერთხელო
ველოსიპედით მიდიოდიო. ჩემ ჭიშკართან მანქანა იყო გაჩერებული. თუ არ ვცდები თეთრი ფერი თქვა ასეთნაირად, ხო, მოსკვიჩიო და იქო ქალი იდგაო. შენო გამოიხედე აქეთო და მეო დაგიცახეო ასეო და იმ ქალმა შემოხედა შენო გახსოვს ეს მომენტია და ჩემმა ქმარმა უთხრა ამ ქალსო თეთრი თავსაფარი ეხურავ კიო უთხრა. აი დანახული აქვს დედაშვილს ერთმანეთში. 11 წლის რო წაიყო, ანუ 11 წლის რომ იყო, კიდე მიდიოდა და ეძებდა ბავშვს. ამის შემდეგ უკვე აღარ ეს კაცი საქართველოში ცხოვრობდა. შეიძლება საქართველოში ცხოვრობდა. შეიძლება რომ წავიდნენ რუსები ხომ გადავიდნენ საქართველოს ხო იყო ასეთი პერიოდი, შეიძლება მაშინ წავიდა ოჯახი ყავდა, შეიძლება სულაც მეუღლე ყავდა, შვილები ყავდა და წავიდნენ. შეიძლება საქართველოში ცხოვრობდა. მაგრამ 11 წლის რომ იყო, კიდევ იყო მოსული. არა მგონია დედა. და ისეთ ლამაზ კაცს კიდე გაუთხოვარს არავის დატოვებდა ძალიან საოცრება იყო ეს ქალი ვერ ფარავდა ისეთ იყო ორივე მშობელიო და ამ მამაკაცებს კიდე ჩემი მეუღლის მამაზე მთელი სანათესაო ყველა ლაპარაკობს რომ იყო საოცარი ფიზიკურად ხასიათებით ყველაფრითო ჩვენი ქორწილი რო იყო 51 წლის იქნებოდა მაშინ და აი 41-ზე 20 წლის ხო 41 წლის იქნებოდა და ასე მითხრეს აი მათმა ხალხმა რომ აი მაშინაც რო გაგებოდა აი ჩვენ მამასო ჩემ მამულმა რო გაგებოდა ვერავინ ვერ დააკავებდა ჯერ ისეთი ის იყო და ისეთი ხასიათი იყო პირდაპირ ქორწილში შემოვიდა და პირდაპირ წოდა ჩემი შვილი ხარ არ იცოდაო არაფერი არ იცოდაო მანო თუ ის ცოცხალი იყო და აი დედამ 11 წლის რომ იყო ჩემი მეუღლე მიაკითხა კიდე ამ ქალბატონს და საბოლოოდ კიდე ამ ქალმაც გააკეთა საფლავს ჩაიტანა რომ ვერ უთხრა ჩაი არა აგერ შენი შვილია ეს აი ვერ უთხრა თუ ვინმეს გაქვთ გაგებული ამბავი რომ სოფელ მერიაში მოხდა ესეთი ისტორია რომ დედა წლების განმავლობაში შვილს ეძებდა ან იქნებ ვინმეს დედა ან ბებია ეს ქალბატონი დღეს შესაძლებელია ცოცხალია შესაძლებელია ან გაგებული გაქვთ რომ შვილი ყავს გაშვილებული და კარგული რომელსაც წლების განმავლობაში ეძებდა ძალიან გთხოვთ შეგვეხმიანეთ ბავშვი იქვე არის ხო ახლოს გაშვილდა თქვენი რამდენიმე კილომეტრში ეხლა რა არის 4 კილომეტრში ცხოვრობდნენ ერთმანეთთან 30 ადამიანი ყავს ჯერ საერთო ნაცნობი ყოლია 30 პიროვნება ერთ-ერთმა პიროვნებამ მითხრა მე ვიცოდი რომ აყვანილი იყო და ეძებდა მაგრამ ის რომ გეთქვათ რომ აი მერიასთან კავშირი იყო მე აუცილებლად მიხვდებოდი პიროვნებას თამაზის მამას იცნობდა ეს ადამიანი მაგრამ უკვე თავისთავად ასაკში იყო შესული იმ პერიოდში თავის თამაზის დისკმარს იცნობდა ძალიან ბევრი სანაცნობო ყავს და ერთად ცხოვრობდნენ ამდენი წელი და ხვდებოდნენ იქნებ ერთმანეთს კიდევაც და არ იცოდნენ ერთადერთხელ მხოლოდ მითხრა ჩემმა მეუღლემ ეს იყო რომელი წელი იყო ყავდა მაშინ ნუ სადღაც 2000 წელი 2000-ში მითხრა რომ მოვიდა დავინახეო ქალაქში ერთიო ქალბატონი ნუ ერთი გოგონაო ახალგაზრდა რომელიცო ძალიან მგავდა მე აი ამითიო მე ვთხარი ქართველი კიო ქართველია არ იქნება არაფერი იმდენად ვიცოდი რომ აი მე რო იქ მივსულიყავი ეს იყო მისი და ნუ ეს არის ის არავინ შეიძლება არ იყო და თყულად იდანაშაულებს თქვენ თავს ამაში იდანაშაულებ იმიტომ რომ ნუ იდანაშაულებ იმიტომ რომ შეიძლება მაგრამ მეტად უნდა მეჩქარა შეიძლება არ იყო ის იმიტომ რომ მეც ხა ჩემი საკუთარი გამოსლებიდან გეტყვით ჩვენ მქონდა რამდენიმე შემთხვევა რომ ანუ ქალბატონებს როგორ გავდი იცი ანუ აი მარტო ერთ-ერთი ქალბატონი ქუთაისელი ანუ უბრალოდ გამორიცხული იყო რომ დედაჩემი არ ყოფილიყო აი და ამ დროს ბიოლოგიური დედა იმდენად არ მგავს რომ აი არ ესეთი განსხვავება მართლა არ ვიცი და აი არაფრით არ მჯეროდა რომ ის ქალი დედაჩემი არ იქნებოდა მაგრამ ნუ არ ასე რომ თქვენ ნუ დაიდანაშაულებთ თქვენ თავს და ნუ იფიქრებთ კი მაგრამ რომ მე დავფიქრდი და მასაც კითხე ჩემ მულს რომ ასე ამ დროებში რამე კი ამ დროს მე უკვე ოზურგეთში ვიყავიო ჩემსული ამ დროს ანუ ხო მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზამთ მაშინ რომ ვერაფერს მე რომ მენახა ვიზამთი
აი ამაში ვარ. როგორ თუ მამამ არ იცოდა, დებმა არ იცოდნენ? მე ფიზიკურად ჯერ შეხედავდი და ეს გოგო რას ამბობს, იცი ჩემი მოლი? აი მე რო გამგებოდა ეს ამბავიო. მე როგორ შევხედავდი, იმ წუთში მიხვდებოდი რომ მამა ჩემი შვილი იყო. ეს არც მან იცოდა, მაგას ვამბობ, რომ თქვენ ამაში თავი არ დაიბერნა. არავინ არ იცოდა ეს და ძალიან კარგი დაყავს ერთის და მეორეც გერმანიაში და გამithვა გული რაზე ახლა. ამ დას გას აი ამითი ზუსტად იტყვი ჩემი მეუღლე არის. მაგრამ ცისფერთვალი არც ერთ გოგოს არ გამოყვა, მამას ჰქონდა თელ სანათესაურში. მხოლოდ ჩემი მეუღლის მამას ჰქონდა ცისფერი თვალი. და ამითი გავს და მეორე და მე ვიცნობ ინტერნეტით. და როცა ვესაუბრებოდი, აი რა პატარა ყოფნის ადამიანს, რომ ვესაუბრებოდი, ახლა აი ცდილობენ, რომ აი ისინიც გავდნენ, ისიც გავდეს ჩემი მეუღლეს და ესა მკითხა, მე არაფრით არ გავარო და მეუთხარი როგორ არის, სახეს კანი ქონდა საოცარი ჩემი მეუღლეს, რაღაც გამჭირვალე თეთრი რაღაცა ისეთი კანი საოცარი. და როგორ არა, მეუთხარი, ესა აი კანით გავხარ ზუსტად მეთქი და აიწია შუბლი. ზუსტად ერთნაირი შუბლის მოყვანილობა, ზუსტად ერთნაირი, აი ამითაც გავარო. ეს იმხელა სითბო იყო ჩემთვის, ვერ წარმოვიდგენ, რომ ისინი ცდილობდნენ, რომ შემოვიდნენ ჩვენში. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძალიან, აი ვერ წარმოვიდგენ, რაც შეეხება ბარიერი. გადალახულია ყველანაირი ბარიერი. აი ყველანაირი პირდაპირ მულები გახდნენ. პირდაპირ მულები გახდნენ. მარტო ესენი კი არა, აი ბიძაშვილები, ერთი გარდაცვლილია იმ 8-დან ნათელში ამ ყოფილსუფალმა და დანარჩენი ყველა შემოვიდა როგორც ჩემი მულები და აქეთაც ყავს მულები. იქეთაც ყავს მულები და ძებნას რო ვაწარმოებდი ერთმა ქალბატონმა მეთქა, ვაიმე რას ამბობო. ერთი დედამთილ მამამთილი უჭირთო გოგონებს და შენ კიდე მეორეს ეძებ. ჩაეტევა ყველა სიყვარული, ხო გახსნა, რაც შეეხება სახელს. როცა დაიბადა ჩემი მული, მამას გადაუწყვეტია, გინდა თუ არაო, ირა უნდა დავარქვაო, ირა რუსული სახელია. არ ჩაუწერიათ ირა. ირინა ჩაგიწერდო. არაო, ირინი არ მინდა, ან ირმა და ან არაფერი. ირა არ ჩაწერეს და დაარქვეს მერე თამარი ბებოს სახელი თავის ქალში. შეიძლება ირა ეს ირა რაღაც არის კავშირში ამას. ამას გავიგებთ აუცილებლად. ამდენი გაგიგიას და ამასაც გაიგებთ. ასეთნაირად გავიგებთ. აუცილებლად. ქაბატონო მადონა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. დღევანდელი ისტორია დარწმუნებულია, რომ ბევრი ადამიანისთვის იქნება მაგალითი იმისით, როგორ არ უნდა დანებდე და რომ უნდა გაიკეთოთ გენეტიკური ტესტი აუცილებლად, იმიტომ რომ მის დახმარებით შანსები გიასმაგდებათ, რომ ბიოლოგიური ოჯახი მოიცნო. თამუნა, მე მინდა გითხრათ თქვენ დიდი მადლობა. საოცარი გოგონები ხართ. თითოეულ წელს განსაკუთრებით დიდი მადლობა. ჩემი ადმინი პირადად დიდ მადლობას გიხდით ქალბატონოია და მიმართავ ყველას გაიკეთეთ ტესტი და აი მე მშურს იმ ადამიანების, როცა არავის არ ეძებენ და იკეთებენ ტესტს. ესაა საოცრება. ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, ძალიან გთხოვთ გაიკეთეთ, ბევრს დაეხმარებით, ბევრი დაგლოცავთ და აღძელო მშობლებო, თქვენი მდენი ამაგი გაქვთ, არ შეგეშინდეთ არასოდეს, რომ თქვენ შვილი რაღაც სხვანაირად დაგელაპარაკებათ, რაღაც წავა მიგატო, თქვენი ამაგი არ დაიკარგება. გეფიცებით ასე არის. გთხოვთ ყველამ გაიკეთეთ ტესტი. გთხოვთ დაგვაფინანსეთ ერთჯერადი ხელსახოცებით, იმიტომ რომ უბრალოდ აღარ შეგვიძლია. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, თქვენ მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. გაიხარეთ, დიდი მადლობა.